მოგესალმებით ჩემო საყვარელო ქართველებო, გუში ხმაური გამოიწვია, რა თქმა უნდა, ველოდი კიდევაც ჩემს აი ამ გადაცემას, რომელიც გავიდა და ჩემი აი ამ გადაცემის და იმ ჩანაწერის გავრცელების მიზანი იყო ის, რომ ნიღაბი ჩამომეხსნა კრიმინალ მამუკა ფიფიასთვის. მე რა თქმა უნდა, როდესაც ეს ადამიანი გავიცანი, ჩემთვის უცხო იყო ამ ადამიანის მორალური და პოლიტიკური სახე, საიდან უნდა ვცოდნოდა და ეხლა ვიღაცები რო კითხვას მისვამენ თუ ესეთი იყო ურთიერთობა რატო ქონდაო, თავიდან არაფერი არ ჩანს, როგორც ბავშვი რო იბადება, ყველა ბავშვი ანგელოზია და მერე იღებენ ისინი სახეს, როდესაც დასრულები ხდებიან და ასე იყო ამ შემთხვევაშიც, როდესაც მე ეს ადამიანი გავიცანი, გითხარით კიდევაც, ვეხმარებოდი კიდევაც და გუშინ მან გააკეთა იმ ჩემთან მე ავთენტური მისი ეს ჩანაწერი მაქვს და ამიტომაც ის ვერ უარყოფს და დღეს იმიტომაც მას განცხადებაც არ გავრცელებია. ჯერ მე მეგონა ბოდიშს მოიხდიდა იმისთვის, რაც მან იკადრა, მაგრამ მაგის ნამუსიც არ აქვს, მაგ არარაობას რომ ეს გააკეთოს, რომ საზოგადოების წინაშე რომ ბოდიში მოეხადა. კაცმა ფაქტობრივად აღიარა, რომ ეს არის კრიმინალი, იმიტომ რომ თქვენ ჩანაწერს თუ კარგად მოусმენთ, იქ ნახავთ, რომ ის ამბობს, რომ მეო ხალხო საბარგულში ვყრიდიო და სასაფლაოზე მიმყავდაო და დედას იმაშვებოდიო, უსწორდებოდი იქაო. ეს არის აღიარება, რომ ეს კაცი არის მკვლელი, მეგობრებო, მეტი რა გითხრათ, ეხლა სასაფლაოზე რატო უნდა წაიყვანო ადამიანი? ეს არის კრიმინალი და კრიმინალისგან უნდა განთავისუფლდეს ქართული პოლიტიკა და დღეს რუსულ-ქართულ ურთიერთობებში შემოიყვანეს ეს კაცი ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა, მე ეს 100%-ში ვიცი და ასევე გარკვეულმა სპეცსამსახურებმა, რომ გაანადგურონ საერთოდ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ყველა ადამიანი, ვინც კი რამეს აკეთებს. დააკვირდით, დღეს ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე ვინმე არსებობს, სანამ ეს ვაჟბატონი შემობრძანდებოდა პოლიტიკაში, არსებობდა პარტია, არსებობდა ტელევიზია, არსებობდა ხალხი, რომლებიც ლაპარაკობდნენ ამ კაცმა ყველაფერი გაანადგურა. მოსპო პარტია, მოსპო ტელევიზია, ხელმოწერები, როგორც გითხარით, დაიწყო შეგროვება და ჩააფლავა, ყველა ერთმანეთს გადაკიდა, ყველასთან ნაჩხუბარია და გამოდის, ესე იგი და ლაპარაკობს ეს ტოქსიკური პიროვნება, რომ საქართველოშიო რუსოფობია არ არისო. შედალოცილო, შენი პარტიის ლიდერს თავს დაესხნენ. მე არ მინდოდა ამის თქმა. მიხეილ ჟღენძე მოხდა თავდასხმა, მეგობრებო, მე ამის თქმა არ მინდოდა, მაგრამ მოხდა ეს ყველაფერი. რატო მოხდა? და ბიტავოი ურამზე მოხდა, იმიტომ მოხდა, რომ ეს კაცი პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა. ეხლა ეს კაცი თუ მაგას იტყვის, რომ არ მოხდა, რომ მაგის სინდიზე იყოს ეს ყველაფერი. პირადად მითხრა მე ეს ყველაფერი, ეს უბრალოდ არც ვიტყოდი ამ ფაქტს, მაგრამ ამასაც იმიტომ ვიძახი, მეგობრებო, რომ კაცი გამოდის და რუსოფობიაო საქართველოში არ არისო და ის რაღაცა ქალებთან დაკავშირებით რო შეექმნა სიტუაცია, ესე რაღაცა შემთხვევით მოხდა. უნდა გაიწმინდოს ეს ასეთი ადამიანებისგან ქართული პოლიტიკა და რაც შეეხება იმ მედია სივრცეში ძალიან გავრცელდა ეს ინფორმაციები და ზოგმა იმას კი არ მიაქცია იმას, რომ ეს ამან თავისი კრიმინალის სახე გამოაჩინა, არამედ იმას, რომ ეს საცხოვრობ, რას ვაკეთებ, რომ მიჭირს რუსეთში და ესეა, იმიტომ რომ კაციშვილი მე გვერდში არ მიდგას, მაგრამ ამა ეს თქვი ზოგადად, იმიტომ რომ მე ხალხს გონია, რომ რახან რუსეთში ვარ, ვიღაცები რაღაცა ფარველობას მიწევენ და მე ეს ამას იმიტომ გავუსვი ხაზი ჩემო მეგობრებო, რომ ეს კაცი დღედაღამე დადის და მეო ვიღაცებს ვეხმარებოდიო და მეც ვთქვი, რომ 1-2 გარკვეული თანხა ჩარიცხა, ისე რომ მეც რა ქვია, მადლობა გადაუხადე. ეს კი არა, თელმა საქართველომ გაიგო ხიზილალის საჭმელად, რომ წავედით და იქ რესტორანში თევზეული რომ მივირთვით, გადაიღო ეს სპეციალურად, რომ ენახებინა ის, რომ აი ნიკოლოზ ჟავანაძე დაუპატიჟო. ესე იგი ლუკმა რომ გადავყლაპე, ესეც კი დამithვალა, რომ ესე იგი მთელ საქართველოსთვის ენახა. ერთხელ ხო და აი ესეთი ტიპაჟის, ესეთი მელოჩნიკი კაცი არის ესა, გესმის? აი ეს იმათვის, ვინც მასთან საქმის დაჭერა უნდა. მე მასთან რაღაცა მცირე ურთიერთობა გქონდა და რაღაცა 1-2 რაღაცა მცირე თანხა ჩარიცხა. ეს იყო და ეს ვიღაცამ რო არ შეიქმნას წარმოდგენა, რომ თითქოს მე ეხლა მართლაც ერთი ბოდიში ბაჩო ახალაიას ხელის ბიჭი გამოვიდა და არც მინა სახელების დასახელება და ეკლესიურობის ეს აქვს მიღებული სახე, ვითომ რაღაცა ხატებს და ეკლესიას აჩვენებს. ეს უნამუსო, ეს არარაობა გამოვიდა და თქვა, რომ
ვითომ მე ამ პარტიის წარმომადგენლებს იქ ვეპატიჟებოდი რაღაც იმის გამო, რამდენჯერ მიმყავდა, მომყავდა ტელევიზიაში და არაფერი არ მომითხოვია, კაცო, რა სისულელია, ესე იგი რა ღმერთი რჯული, მაგრამ ისე რო იცოდეთ, მედია საშუალება ფინანსების გარეშე არ მუშაობს, ყველა ტელევიზიაში რეკლამა შედის და დახმარება, აბა თქვენ როგორ გონიათ, მაინტერესებს, ჰაერზეა ყველაფერი და მე გამომიყვანეს ისე თითქოს, რომ მე აქ საქმიანობას ვეწეოდი რაღაცა მისი პირადი გამორჩენის მიზნით. პირადი გამორჩენა კი არა, მილიონერები რო ზიან პოლიტიკაში და რაღაცებს რო აკეთებენ ფულის საშოვნელად და ხალხმა 28-25 მილიონი აიღო და ყველაფერი რო ჩააფლავა პარტიები, ყველაფერი რო გაანადგურა და ეხლა ვიღაცები აი ის კაცი გადაგვარჩინეს რუსეთში. სად არის ის კაცი, ის კუანა კაცი, ვინც იმის გადარჩენილზე რო ოცნებობთ, კაცისთვის რო არაფერი არ გაუკეთებია ამ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში. მეც და უამრავი ის ადამიანი, კიდე ერთხელ ვიმეორებ, მე ვახსენე მიხეილ ჟღენტი, თემურ ფიფია, მე ამ ხალხს სიმართლე რო გითხრა, პატივსემ მიუხედავად იმისა, რომ მათ რაღაცა არაფიქსირებენ იმას, იპოზიციას, რაც აქვს დასაფიქსირებელი, ბოლო-ბოლო ერთხელ ხო უნდა ამოიღოთ ხალხო ხმა და თქვა სიმართლე, ამოიღო ხმა მამუკა კარტოზიამ, ამოიღო ხმა ნატა არღულიანმა, თქვენც ხო უნდა ამოიღოთ ვინ არის ეს მამუკა ფიფია, ბოლო-ბოლო რამდენი დაპირისპირება ქონია თქვენ მასთან და მე ერთი რამე მინდა გითხრათ, არ შეიძლება ასეთი ადამიანების ყოფნა და ამ წარაკუას განა მეშინია მე ამ ბოდიში და ეს მოკრიმინალო ელემენტის ღმერთო ჯული სააკაშვილის რეჟიმს უპირისპირებოდი ვინ არის ესა საერთოდ ჯერ კაცი რო ქალივით კივის და წივის რა საერთოდ რაზე არის საუბარი აქ უბრალოდ იმაზეა რომ მე ეს იქამდე მივიდა რომ დაკვეთა მიიღო და ჩემი განადგურების გეგმა განახორციელა უნდათ რომ მე ქართულ-რუსულ ურთიერთობებს ჩამომაცილოთ მეგობრებო ეხლა არ ვიცი თუ მართლაც ეხლა არც რუსეთში უნდათ ქართულ-რუსულ ურთიერთობების გაღრმავება და არც საქართველოში მაშინ მე ცოტა სხვა რამეს დავფიქრდები იმიტომ რომ ეხლა ვერ გავიგე 15 წელი ამ საქმეს ვემსახურები და ერთი კაცი რუსეთის მოქალაქე კრიმინალი ფიფია ვერ უნდა გააჩერონ შესაბამისმა ორგანოებმა კაცო მე 1000-ჯერ მქონდა საუბარი იმ ადამიანებთან ვისაც ეს საქმე ხელეწიფებათ რომ ეს კაცი როგორმე გააჩერეთ იმიტომ რომ ეს ეხლა მე რო არ წარმომედგინა ეს ჩანაწერი თქვენ არც დაიჯერებდით ამას ზოგიერთი ტვინგაყინული რო ლაპარაკობს როგორ წერი მოადგინეთ რატომ წარმოადგინეთ აბა რა უნდა მეკრა ეხლა რომ მეთქვა რომ მე ესეთ მას კრიმინალია მეთქი დაიჯერებდით თქვენ ციხის გაუპატიურების კადრები რო არ გავრცელებულიყო დაიჯერებდით ვინმე რომ ციხეში გაუპატირებები ხდებოდა ესეც მენტალობის კაცი არის კაცი რა სიტყვებს ხმარობს და ეს მხოლოდ ნაწყვეტი შემოგთავაზე თორე ეს იქ რეებს იძახის კიდე ღმერთმა უწყით არ მოგასმენინოთ ისეთ რაღაცეებს იძახით ამიტომ უნდა ერთი რამე გითხრათ რომ ეს არის კრიმინალი მეგობრებო და დაადასტურა კრიმინალობა დიდი ალბათობით საფუძვლიანი ეჭვი მაქვს რომ ადამიანებს ხოცავდა კიდევაც იმიტომ რომ კაცი იძახის სასაფლაოზე მიმყავდაო ხალხიო და მანქანის საბარგულში ვყრიდიო მანქანის საბარგულში ხალხს უყრიდი და სასაფლაოზე მიყავდა ესე იგი მარხავდი იქა ხო ესეთი კრიმინალი არის კაცი აღიარებს